დემი მურის შემდეგ ეშტონ კაჩერის ნერვებზე ფესტივალის დაცვას თამაშობს. მსახიობის Stagecoach-ის ფესტივალზე საშინლად გააბრაზეს. ეშტონს ხუბიც კი მოუწია. ყველაფერი კი მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ფანთან შესახვედრად გასულ ეშტონსა და ახალგაზრდა გოგონას შორის ზორბა დაცვის წევრი ჩადგა და ორივე მხარეს ხელი ჰქრა. ეს კაჩერმა ვერ მოითმინა და არც თვითონ დაუკლია ჯიკაობა. ყველაფერი იმითი დასრულდა, რომ დაცვის უფროსმა ეშტონის გარეთ მიბრძანება ითხოვა. თუმცა მსახიობი მცველების რეაქციას არ დალოდებია და იქაურობა თვითონ დატოვა. ამჟამად კაჩერის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ დგას. მან როგორც იქნა ყოფილ მეუღლესთან დემი მურთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა და განშორების საქმეს უფრო წინ წამოწია. თუმცა დემი როგორც მიტოვებული და უბედური ქალი მორალური ზარალის ასანაზღაურებლად ექს-ქმრისგან მთელ 290 მილიონ დოლარს მოითხოვს. ამასობაში ეშტონი ახალგაზრდა მსახიობის მილა კუნისის სიყვარულით იწვის და ერთი სული აქვს ყოფილი ცოლის გლანჯებისგან გათავისუფლდეს, რომ მილასთან ოჯახი შექმნას. ზადაამურს ნებისმიერი თანხა გადაუხადოს, თუმცა ქალის მოთხოვნას ვერაფრით დააკმაყოფილებს. მის ანგარიშზე ამჟამად 100 მილიონზე სულ ოდნავ მეტი ფულია, მურს კი მთელი 290 მილიონი სურს. ამასობაში მილა ბოიფრენდზე იბუღმება. როგორც აცხადებს, სანამ ურთიერთობა ოფიციალურ სახეს არ მიიღებს, მასთან გადასვლაზე და შვილის გაჩენაზე საუბარიც კი ზედმეტია. ასე რომ საწყალი კაჩერი ორი ქალის პრეტენზიებს შორის იხლიჩება.